ეს არის ძალიან საინტერესო ღონისძიება, რაც ჩვენ დღეს წამოვიწყეთ. დიდი მადლობა ორგანიზატორებს კიდევ. სამეგრელოში მეღვინეობის აღორძინება, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება თბილისიდან, ვერ მოხდება ჯიღაურიდან. ჩვენი მხრიდან არის მიმართულება, ჩვენი მხრიდან გადადგმული არის ნაბიჯები, რომ ეს თემა უფრო ახლო მოვიტანოთ რეგიონალურ მოთამაშეებთან, ასე ვთქვათ. ამ მიზნით ჩვენ ვატარებთ ინტენსიურ კონსულტაციებს ადგილზე, სამეგრელოში გვაქვს გარკვეული სანერგიებთან ურთიერთობა, რომ ეს იშვიათი ჯიშების ნერგი იყოს მისაწვდომი გლეხისათვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიმაჩნია მე, რომ ჩვენ გავაკეთოთ ლესიჭინეში, ასევე კოლექცია და თითოეული ჯიში თავისი კლიმატური იდეალურ პირობებში მოგვცემს რეალურ სურათს, თუ რა პოტენციალი გააჩნია მას. ამ პროინვესტიციის მასშტაბები არის ძალიან შეზღუდული ჯიღაურას ბაზაზე და თან ერთი ნიმუში ძალიან ძნელი არის, დროში ძალიან გაწერილი გამოდის, რომ ჯიშის პოტენციალი სრულად იქნას გამოვლენილი. ამიტომ თუ კი პარალელურ რეჟიმში მოხდება თუნდაც მცირე რაოდენობით ამ იშვიათი ჯიშებისაგან ღვინოების დამზადება ოჯახურ პირობებში, ეს ჩვენ მოგვცემს ბევრად უფრო დიდ საინფორმაციო მონაცემთა ბაზას. რის საფუძველზეც მე უფრო ადვილი იქნება თითოეული ჯიშის ეთნოლოგიური პოტენციალის წინ წამოწევა. გარდა ამ საკითხისა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ თვითონ ჯიშის შიგნით კლონური მრავალფეროვნება და გენეტიკური მრავალფეროვნება შევინარჩუნოთ. არ არის ოპტიმალური, რომ ჯიღაურაში დაცული ერთი ვაზიდან მოხდეს მულტიპლიცირება და ყველა, მაგალითად, ავიღოთ ჩეში და ყველა მეურნე, ყველა ფერმერი, რომელიც აპირებს, რომ ეს ჯიში აღორძინოს, დაეყრდნოს ამ ჯიღაურაში დაცულ ნამუშს, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, რომ სადღაც სამეგრელოს ტერიტორიაზე დღეს არსებული იმავე ჯიშის, მაგრამ სხვა კლონის ფორმა იყოს ბევრად უფრო ნიუანსებში არის განსხვავება, რა თქმა უნდა, ერთი ჯიში ვერ იქნება ერთმანეთსაგან ძალიან ისეთი დრამატულად განსხვავებული, მაგრამ რაღაც ნიუანსებით შეიძლება სხვა კლონი იყოს უფრო მაღალი ღირებულებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არა მხოლოდ ჯიღაურადან მოდიოდეს ამ სამეგრელოში მეღვინეობის აღორძინების იმპულსი, არამედ ადგილზე იყოს ამის, ასე ვთქვათ, ბევრი სხვა წყარო.